აი თქვენი ტოლი ბავშვი, აი გოგონა შენ როზი ხარ, რამდენი წლის ხარ? აი 10 წლის ბავშვი შენი აზრით, რა დროს ატარებს ტელეფონში? რამდენ საათს დღის განმავლობაში? 6? აი მე დავიღუპეთ მე მგონი. 6 ძალიან ბევრია ბავშვი. 6 საათი. მოდი აბა შენ ლამაზ ტელეფონში გამოთვლელი ჩართე, კალკულატორი ჩართე. 365 გაამრავლე 6-ზე. აი გაყავი 16-ზე. 16-ზე იმიტომ რომ ღამის 8 საათი დაუშვათ გძინავს. 16-ზე გაყავი. რამდენი გამოვიდა? 126. ეხლა წარმოიდგინე. ღამე ხო გძინავს ბუნებრივია რა და 365 დღე ხო არის ერთ წელიწადში. 100 რამდენი გამოვიდა? 365 დღიდან 126 დღეს ჩვენ ვატარებთ უბრალოდ აი არაფერში. წარმოიდგინეთ რამდენი დრო იკარგება. ტყუილად. ეხლა წარმოიდგინე, აი ვინმე რო გიჩხას რომ 126 დღე შენ არაფერი არ აკეთო, მარტო აიღე ტელეფონი და უყურე. და რამდენი საათი გამო 126 დღე რამდენი საათია და წარმოიდგინე ჯერ მარტო თვალები რა დღეში ჩავარდება. მერე ადამიანის ფსიქიკა, ნერვული სისტემა. იცით რომ აი დადგენილია ესეთი რამე რომ ადამიანი რომელსაც დიდი ხნით უჭირავს ტელეფონი თუ კომპიუტერთან ზის დიდი ხანი მერე კომუნიკაცია უჭირს, ურთიერთობა უჭირს ადამიანებთან. ესე იგი, უფრო მეტად გაღიზიანებული, აი მშობლებთან, აი თუ დააკვირდებით, მშობლებთან უფრო მეტად ვერ თანხმდება, უფრო მეტად გაღიზიანებულია, რაღაცა სულ ჩხუბი არის, სულ რაღაცა. იმიტომ რომ ადამიანის გონება იშრიტება, როდესაც ჩვენ აი ამას უყურებთ დიდი ხნის განმავლობაში. აბა დააკვირდით, ჩვენ რომ რაღაცა წიგნს წავიკითხავთ, რაღაცა თითქოს აი ვივსებით რაღაცით. ვივსებით და ეს ტელეფონი აი თუ დაკვირვები ხართ, აბა მე არ ვიცი, შეიძლება ყველა არ დაკვირვებიან. თუ დაკვირვები ხართ, როდესაც დიდი ხანი ტელეფონთან გაატარებ ან კომპიუტერთან, თითქოს აი რაღაცა ენერგია გამოგეცალა, გამოფიტული ხარ რაღაცნაირად. რა არ შეგიმცნევიათ აი ესეა და წიგნს რო კითხულობ ეს პირიქით არის, ეს გავსებს. ხო და აი იმ ტელეფონისგან თავშეკავებაც მარხვა იქნება. და თან ახლა წარმოიდგინეთ აი წელიწადში 126 დღე. 126 დღეში რამდენი კარგი რამე შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. დაუშვათ, ახლა სპორტსმენები ხო ხართ აქ? რამდენი სპორტსმენი იქნება რა? ნუ შეიძლება სპორტის წარმომადგენელი არ იყოს, შეიძლება ხელოვანი იყოს, ვიღაც მოცეკვავე, მხატვარი, მომღერალი, ხო? წარმოიდგინეთ, რომ 1 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს კონკურსი. გინდათ ხატვის, გინდათ რაღაცა ცეკვის თუ ჭიდაობის შეჯიბრება თუ სხვა. ჩვენ როდესაც 6 საათს ტელეფონში ვატარებთ, სხვა ჩვენი მოწინააღმდეგე ამ 6 საათს იყენებს სავარჯიშოდ. იყენებს რომ შრომობს, ხატავს, მღერის თუ რასაკეთებს, თავის საქმეში ვითარდება. ეხლა 1 წლის მერე რომ ჩვენ შევხვდებით შეჯიბრებაზე თუ კონკურსზე, როგორ ფიქრობთ, შანსი ვის მეტი აქვს გამარჯვების? ვინ შრომობდა, ვინ ვარჯიშობდა? ხო და ეხლა წარმოიდგინეთ, რა ძალა გვადგია, აი რატო კარგავთ აი ამ ძირფას დროს? კი ბატონო, ჩვენ ბავშვები ვართ და არც იმ გასართობის გარეშე არ იქნება დღეს. მაინც მოგიწევს რომ ცოტა ხანი შეხვიდე, გაერთო, მაგრამ ჩვენ უნდა დავუყენოთ ჩვენს თავს რაღაცა ზღვარი, ლიმიტი, რომ უნდა თქვა პრინციპულად, რომ მოდი ამის მეც მე არ გავაკეთებ. სხვადასხვა ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და თუ არა ვწდები, სწორედ ხაშურის რაიონი იყო, ქვიშხეთის ხო ხაშურის რაიონია და ის ბავშვი იყო ხაშურის რაიონიდან. მე ასეთ რამეს ვამბობდი, რომ ეხლა წარმოიდგინეთ, აი ჩვენ ხო გამოვთვალეთ წელიწადში 126 თუ 19 დღე გვეკარგება. მოდი ახლა წიგნი გამოვთვალოთ. დაუშვათ დღის განმავლობაში აი ეს ხო არის 4 გვერდი, აი ნახე 4 გვერდი, სულ რა არის ამის საკითხვას რა უნდა?
და რომ წარმოვიდგინოთ, რომ 10 გვერდი იყოს, აი ესე პატარა გვერდები, წიგნის ფორმატი რაც არის, ჩვეულებრივი სტანდარტული. ადამიანმა 10 გვერდი რო წაიკითხოს დღის განმავლობაში. ხო გამოვა რომ 3650 გვერდი გვაქვს მთელი წლის განმავლობაში წაკითხული. აბა წარმოიდგინე 3600 გვერდი. 3600 გვერდი არის დაახლოებით აი ამ სისქის წიგნი და 1.7-8 ცალი. და ახლა შეხედე, მთელი წლის განმავლობაში 7-8 ასეთი წიგნი რო წაიკითხო. რამდენ რამეს გაიგებ, რამდენ აზრს მოისმენ, რამდენ დიდებულ პიროვნებას გაიცნობ. და რომ გახდები დაუშვათ აი 10 წლის ვარო ხო მითხარი 10-ის შენ რომ 11 ხარ 21 წლისა რო გახდები შენ აი ესეთი სქელტანიანი წიგნი 80 ცალი უნდა გქონდეს წაკითხული აბა წარმოიდგინე და რის შედეგად იცი დღეში რომ მხოლოდ 10 გვერდს წაიკითხო აი სულ რაღაც 20 წუთი რო გამოყვა ამისთვის წარმოიდგინე 6 საათს რო გამოყოფ ტელეფონისთვის შედეგი არაფერი არ გიჭირავს ხელში და შენ თუ 20 წუთს გონივრულად გამოიყენებ და წიგნს წაიკითხავ 21 წლის რო გახდები 80 დიდი წიგნი გექნება წაკითხული ჩაატარე თუ გინდათ და გაიარე სოფელში ქვიშხეთში გაიარე და 21 წლის გოგო ბიჭები გააჩერე შეეკითხე რამდენი წიგნი გაქვს წაკითხული და აღმოაჩინე რომ შეიძლება ზოგს 10 წიგნიც არ აქვს წაკითხული. და ჩვენ ამითი უნდა დავფიქრდეთ და მივხვდეთ რომ ეს კატასტროფაა რაც დღეს ჩვენ აქვს ჭირს. ამიტომ აბა და რატო ამბობ ახლა ამას? ამაზე რომ ვლაპარაკობდი მეთქი. ჩვენ ხო ჩანაწერებს ვაკეთებ და მე დამიკავშირდა ვიღაც სწორედ ხაშურის რაიონიდან პატარა ბიჭუნა. არ ვიცი 12 წლის იყო და რა და დედამისი მეუნა. მამო, თქვენ რო ესა და ეს თქვითო, იმის მერე სულ ეგრე აკეთებს. არ გავა დღე რო 10 გვერდი არ წაიკითხოსო, ისე გამეხარდა, არ ვიცი. ის ტელეფონი შეზღუდა და აიღო და 10 გვერდს კითხულობს. თან ახლა ის 10 გვერდი ისეთია რომ ზოგჯერ ისეთ საინტერესო რამე შეხვდები. შეიძლება 10 გვერდი კი არა, 100 გვერდი ისე წაიკითხო რომ დანებება არ გინდოდეს. ზოგჯერ ჩვენ ვამბობთ რომ აი ზოგ ბავშვს წიგნი არ უყვარს. მე ვფიქრობ რომ წიგნი ყველა ბავშვს უყვარს. რომელ ბავშვზეც ვამბობთ რომ წიგნი არ უყვარს, ეგ იმას ნიშნავს რომ ეგ იმას უდრის რომ იმ ბავშვმა უბრალოდ თავისი მოსაწონი წიგნი ვერ იპოვა ჯერ. თორემ ის თუ იპოვის იმ სფეროს, ინტერესთა სფეროდან იმ წიგნს თვითონ რო აინტერესებს, ის ხელს არ გაუშვებს. უბრალოდ ჩვენ უნდა ვაპოვნინოთ ჩვენს პატარებს ის წიგნი. აი ჩვენ თვითონაც პატარებო დავფიქრდეთ, რა უფრო გვიზიდავს. მერე უთხრათ მშობელს, მე აი ამ ჟანრის, აი ამ თემაზე, აი ასეთი რაღაცა წიგნი სათავგადასავლოა თუ საბავშვოა თუ გასართობ, ასეთი წიგნი მიზიდავს. იმითი დაიწყო. და თქვენ ნახავთ რომ აი ხა წარმოიდგინეთ დროის მანქანა რომ გამოვიგონოთ დაუშვათ და ჩვენ რო გვინდოდეს რომ რომელიმე დიდებულ ადამიანს შევხვდეთ. აი სიტყვაზე ვამბობ, ხო ხართ ახლა აი სპორტსმენები, აი რომელი სპორტის წარმომადგენლები ხართ აქ ბავშვები. ფეხბურთის. აი დაუშვათ ფეხბურთელი. შენ რომელ ადამიანთან ისურვებდი დალაპარაკებას, რომელ ფეხბურთელთან? ვისთან? აი რონალდოსთან. დაუშვათ ახლა ჩვენ საქართველოში ვცხოვრობ და შეიძლება ხელი არ მიგვიწდება იმასთან. მაგრამ აბა რომ იყოს წიგნი გამოსული ისეთი, რა შეკითხვებსაც შენ რონალდოს დაუსვამდი. ვიღაცას რო ქონდეს ეგ შეკითხვები რონალდოსთან დასმული და ეგ წიგნად რო იყოს შეკრებილი. არ წაიკითხავდი სიამოვნებით. ხო წაიკითხავდი, მაგას ვამბობ ზუსტად. ვიღაცას კალათბურთი უყვარს, თავის საყვარელ სპორტსმენთან გასაუბრება შეუძლია, ასე გაიცნობ. თორე მარტო რონალდოს ესეც ქერა კი არაფერი არა. შენ რო დალაპარაკება შეგიძლია და წიგნი მაგის შესაძლებლობას გაძლევს. ეხლა რონალდო დღეს ცოცხალია და ფიზიკურადაც შეგიძლია ნახო. მაგრამ აი მაგალითისთვის ვიტყვი. ვიღაცა საქართველოს ისტორია ძალიან უყვარს და ყველას უნდა გვიყვარდეს ჩვენი ისტორია თუ არ ვიცი, ჩვენი ერი არ გვეყვარება, ჩვენი სამშობლო და ვიღაცას უნდა რომ ერეკლე მეორესთან
ერეკლე მეორესთან გაასაუბრა, მის შესახებ უფრო მეტი გააგებნა. როგორ გაიგებს? ის გარდაცვლილია. მაგრამ წიგნის მეშვეობით შეუძლია მას შეხვდეს. ვიღაც ილია ჭავჭავაძე შეხვდება, ვიღაც ვიქტორ ჰიუგო შეხვდება. ვიღაცა ასე, ვიღაცა ისე და იპოვის თავისთვის საინტერესო ამბებს. ისე რომ ვიფიქრეთ აბა ამაზე. ეს თქვენთვის არის, თქვენ ბევრ რამეში გამოგადგებათ ესე იგი. ეხლა წარმოიდგინეთ, კაცი არის უქნარა, არაფერი არ აქვს დაუშვათ, არაფერი არ შეუქმნია და შევიდა იმ ვირტუალურ სამყაროში და იქ შეიძლება რაღაცა ისეთი თამაში ნახა, რომ იქ ბევრ რაღაცას მიაღწია თამაში. თამაში ძალიან მაგარია, ესე იგი, რაღაცა დიდ რაღაცას წარმოადგენს. თამაშს რო გამორთავს, ხო ისე ვის ლონდრეა რაც იყო, სანამ თამაში შევიდოდა, ეგრე არ არის. ამიტომ არ უნდა იმის გამორთვა, იმიტომ იქ რაღაცას, იქ მეფეა დაუშვათ, რაღაცას წარმოადგენს. აქ კიდე ისე ვის არის. არა და ის დრო რაც იქ დაკარგა, აქ რო დაეკარგა, აქაც მიაღწევდა რეალურ ცხოვრებაში. ეხლა მაგალითად, ჩვენ აქ ჩამოვედით რამდენი, 3 ბიტი ჩამოვედით, ხო? 136 დღეში ეს 3 ადამიანი ამ ხელა დარბაზს ააშენებს. შეიძლება უფრო დიდიც. ხო და ჩვენ შეგვიძლია რომ ტელეფონებში ვისხდეთ. და დარბაზი თავის არ აშენდება, ხო მართალია?